აი ესეთ ხმაურში გვიწევს ცხოვრება. შეუძლებელია უკვე რა. მე აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ნათია ნიკოლაიშვილის სახლში გვიან ბრუნდება. პროფესიით მსახიობია. ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობს და პარალელურად მარჯანიშვილის თეატრში. დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს და სახლში მისულს მეზობელი დასვენების საშუალებას არ აძლევს. თავცრად დატვირთული რეჟიმი მაქვს. თითქმის არ ვარ ხოლმე საერთოდ სახლში. და რომ მოვდივარ, ერთი სული მაქვს ხოლმე სახლში, როდის მოვალ და ჩემ ორ ბავშვთან ერთად რაღაც ტკბილად ვიყო და დავისვენო, მაგრამ შეუძლებელია ეგ დასვენება, აქ უარესი ხდება. ნათიას მეზობელი მომღერალია, რესტორანში მღერის და თავს ამით ირჩენს. ის ბინა, რომელშიც ახლა ცხოვრობს, ნაქირავები აქვს უკვე 6 თვეა. ნათიას არაერთი მცდელობის მიუხედავად ღამის საათებში მაინც შეეწყვიტა ხმაური, უშედეგო აღმოჩნდა. ჩემი პროფესიისთვისო აუცილებელია ყოველდღიო რეპეტიციები, დილიდან ღამემდეო და ნუ ხა თან მეო ჩემ სახლშიო, უფლება მაქვს ვაკეთო ის, რაც მინდაო და გამოვხდი ჭიდაობას ხوار დავიწყებდი და არც ვიცი, საერთოდ ვის უნდა მიმართო ამ თემასთან დაკავშირებით, რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი. იმისთვის, რომ მეზობლისგან შემოსული ხმაური გადაფაროს, ტელევიზორს მაქსიმალურად უწევს. ნათიას მთავარი პრობლემა მხოლოდ სიმღერები არ არის. ამბობს, რომ მეზობლის ბინაში თითქმის ყოველდღე მეგობრები იკრიბებიან, სვამენ და ხშირად ჩხუბობენ. უწმაწური სიტყვების ფონზე ძილს ბავშვებიც შეეჩვივნენ. დედა, ჩემი მეზობლები უზდავებს ამბობენ. ნათიას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. მეზობელიც და ნებისმიერი სხვა ვინც 23 საათის შემდეგ დასაშვებს ზღვარზე მეტად იხმაურებს, დაჯარიმდება. ამ პრობლემის მოგვარებაში კი ზედამხედველობის სამსახური დაგეხმარებათ.